ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, იქიდან გამომდინარე, რომ იქმნება მთავარი საარჩევნო დოკუმენტი, ეს არის ბიულეტენი და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ როგორც ჩართულმა მხარეებმა, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციამ ზედმიწევნით გაუწიოს კონტროლი და მონიტორინგი ბეჭდის პროცესს, რომელიც უზრუნველყოფს თავის მხრივ, რა თქმა უნდა, გამჭვირვალობას და საზოგადოების მიმართ მაღალ ანგარიშვალდებულებას ამ მნიშვნელოვან საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით, მეორეს მხრივ კი უზრუნველყოფილი იქნება შესაბამის ხარისხზე კონტროლი, რათა ჩვენ უზრუნველყოთ მაღალი სტანდარტების შესაბამისი დოკუმენტების დამზადება, როგორც მოდერნიზებული უბნების შემთხვევაში, ასევე ტრადიციული საარჩევნო უბნების შემთხვევაში. შესაბამისად, დამკვირვებელ ორგანიზაციებთან ერთად ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გავუწევთ მონიტორინგს, რათა როგორც ვენდორ კომპანიასთან, ასევე შესაბამის პოლიგრაფიულ ცენტრებთან თანამშრომლობით ჩვენ უზრუნველყოთ სათანადო ხარისხის დოკუმენტების შექმნა და ამასთანავე უზრუნველყოთ გამჭვირვალე და ღია პროცესი. 4 ოქტომბერს გასამართი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის მიმდინარეობს მასშტაბური პროცესი, რასაც ქვია საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა. საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა მიმდინარეობს 4 პოლიგრაფიულ დაწესებულებაში, სტამბაში. 4 სტამბისგან 2 სტამბა ახორციელებს ელექტრონული ბიულეტენების ბეჭდვას, ხოლო 2 სტამბა ტრადიციული ბიულეტენების ბეჭდვას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ ვიმყოფებით სტამბა ფავორიტის სტილში, რომელიც ახორციელებს ელექტრონული ბიულეტენების ბეჭდვას. ელექტრონული ბიულეტენების ბეჭდვა მიმდინარეობს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით. ბეჭდვა ხორციელდება ხარისხიანად, ისე რომ თავსებადი იყოს ელექტრონულ თვლელ მანქანებთან. პროცესში ასევე ჩართული არის ვენდორი კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც ასევე ამოწმებს და ადასტურებს საარჩევნო ბიულეტენების თავსებადობას.